აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კაპრალ რაულ მჟავანაძის ოჯახის წევრები რეგიონის მთავრობის და ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათ ჯარისკაცის შვილი სიმბოლურად დაასაჩუქრეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით აჭარიდან ომში დაღუპული 16 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს 3000 ლარი გადაეცათ. ეს პირველ კლასელებისთვის არის. თუ წინა წლებში ეს ხდებოდა სარეზერვო ფონდიდან მთავრობის თავმჯდომარის წელს გაიწერა პროგრამულად და ღებულობს სერჯიალურ მატერიალურ დახმარებას ოჯახი დედა და მეუღლე 8 მარტსა და დედის დღეს 1000 ლარს ესეც გაორმაგდა წინა წლებში ხო ამის ნახევარი და წლის საფთან დაკავშირებით ოჯახი ღებულობს სერჯიალურ მატერიალურ დახმარებას 3000 ლარის ოდენობით. ვფიქრობთ რომ ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ მომავალში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 10 ქმირია დაღუპული ომში და ყველა ოჯახზე მოხდება ამ ფულადის სახსების დახმარება. თითოეულ ოჯახში ხდება გასაუბრება, კონკრეტულად თუ რა პრობლემები აქვთ, შესწავლილი იქნება და მაქსიმალურად შევძლებთ, რა თქმა უნდა, აჭარის მთავრობასთან ერთად გადავწყვიტოთ ის პრობლემები.